Simțis etârșia, ceapanas papana chepa. გამარჯობათ ბატონებო და ქალბატონებო, ეს არის თავისუფალი სივრცე 98 და 5 და ეს გახლავთ გადაცემა ჯაპანას პაპანაკება. და oi და ისეთი სტუმარი მყავს იმისთანა ფარო. მეტი რო არ შეიძლება ამას ენაცვალოს ჩემი თავი, ეს არის ჩემი ძმა და მეგობარი და არა მარტო ჩემი ძმა და მეგობარი, მთელი ქვეყნის ჩვენი სამშობლოს და არა მარტო ჩვენი სამშობლოს სხვა სამშობლოების მეგობარიც ბატონებო და ქალბატონებო, ეს გახლავთ რომარ ცხილაძე, ჩვენი სპილო, ჩვენი არაჩვეულებრივი ტკბილი კაცი. როგორ ახარ რომა, შენ გენაცვალე ჩემი თავი. ისეთი აზრენა აკეთე ხაჭო თავზე თმამო და ყალზე დაგიდგა. ყალზე დაგიდგა. ერთი სულ მინდოდა რომ მეთქვა. გენაცვალე მე. ჩემო დავით. დიახ. სულ მინდოდა მეთქვა და აი ზუსტად ეს მომენტია რომ მინდა რომ ესეთი ის მოხსნა რა პატარა პენალი ქალბატონებო და ბატონებო. ხო, ქალბატონებო და ბატონებო. სულ მაგას ვამბობ თან. რატომღაც ეხლა დღეს თქვი ბატონებო მარტო. ხშირად ეზახი. არა. არა, ქალბატონებო და ბატონებო მაგ დაჟი ბევრს ამბობო მითხეს ვაჟი. ქალბატონებო და ბატონებო მე უბედნიესი ადამიანები რომ დღეს მე გამონახედრო და გენაცვალე მეში. ვარა, ჩემ მართლა ჩემ ადამიანთან ვისადაც დავისი. აბიტეთი მინიმუმ 3 წიგნი მაინც ეყოფა რომ დავდოთ ის რაც ჩვენ გვაქვს. აბა. უთერთობა მეც ასევე დიდი პატივია ჩემთვის რომ დიდი მადლობა. მოგზანებისთვის შემოგევლო ჩემო კარგი. ისეთ ფამიდა რომ აქ რო შემოვედი თავ არში ვეთქვი რომ ყველა ადამიანს გააჩნია რაღაც ესეთი პერიოდი ცოტა ხა დღესდღეობით როგორც ფიზიკურად ისე ცოტათი რაღაც პრობლემების გამო თითქმის ასად არ დავდივარ. ხო, გასაგებია რა, ეგრეა. როგორც კი შენ ორდამერიკე რამდენი ხანი უკეთე თვეზე მეტია ხომი ჩალიჩები რა. ხო, მაგრამ რაღაცა პრობლემა ყოლდა გამოგისორდა ეთყობა ის ამბავი რა. ერთ-ერთი შენ ვერ გითხარი უარდა შემაყურებელს და შენ საავსაღას ვისწრე ჩვენ ვართ როგორც ვისწრე შეხავს და მე ვარ რასაც ჩვენ ვაკეთებ და ჩვენი საავსაღი ადამიანებს ხო ასე რომ მე ძალიან მიხარია ნაკავდა მეჩენთან ვარ და რაღაცა პატარა დრო გეხდება რომ აგად ვიჭორავთ რა. გენაცვალე რა, გვაქვს 50 წუთი ამისთვის რა. ხო, ტიფლისურად, აბა რა, გემრიელად, კაც შენ გენაცვალე ჩემი თავი რა. შენ მაინც ერთი თაობის ხალხი ვარ. კი ხარ შენ ცოტა უფრო ჩემზე, მაგრამ საშუალო ყოფილა. მე შენზე პატარა ვარ ერთი თვით. კი ბატონო, იყოს ესე. ეს ჩემი პრინციპი. საერთოდ 11 წელი ყოფილა, ესე იგი ამტკიცებდა სოციოლოგები, რომ ეს არის იგივე თაობა. ერთი თაობაა, ერთი ინტერესები. 10-11 წელი არის ხოლმე ერთი ინტერესები, ერთი ჩაცმულობა, ერთი ხო, რომ აი ერთი ფილმები, ერთი ხო გესმის რა, აი ეგეთი რამეები ხო არის, აი შეშაიზდავი შვიდეული რა, დან. იო, გენიალური სასწაული რა. დავიწყოთ იმით სპილო. საიდან სპილო? აი როგორ წამოვიდა რა ეს აი, მაგრამ მინდა რომ ბავშვებიდან მოყვეთ, მაგრამ ერთი ეს ჯერ ეს აგვიხსენი როგორ ხდება აი. ხო. საიდან წამოვიდა ეს ამბავი? მე კი ვიცი, მაგრამ მაყურებელს აინტერესებს. პირველ მუსიკალურ სასწავლებელში რომ ჩავაბარე ვიყავი 15 წელს. და პიანისტი ბიჭი თან დიდი ხო. ტანად. 15 წლის უკვე ეგეთი იყავი. 4 წლის უკვე ეს იყო. სხვაშორის ფოტო მაქვს მე კლასიკები ვართ. აუ ჩემი აზე ხარ. მე თუ მე არა ხალხი ვიტყვი 7-8 წლის ამე 3-4 წლის მესამე კლასი დაახლოებით ეს ეგ პერიოდია ერთხელი ფოტოა გადაღებული ორი პედაგოგი დგას და ეს პატარა ბავშვები და ამ ორ პედაგოგში ვარ ერთ-ერთი მე ამ დროს მე დამждარი უფრო მაღალი ვიყავი ვიდრე ამდგარითო სუმეუნები და ადექი ვდგევარ მეც კი თქვენი დედავად და ჩავაბარე მუსიკალურში მასე სოსოებრალიძე სოსოებრალიძე და ხო სოფალისი ადამიანები ძალიან დიდი ისტორია ნათლია ჩემ პრინციპში ესო და პიანისტ ციცინათელა იყო ეს და ასწავლე სადაც მუსიკოსები თუნდაც ილერის 80% სუაკიდან მიიღო ყველაზე ეს შემოძიება გამულელი კონდას და ესო და პიანისტ ბიჭს და რაღაც სამთვეში კონდათ გასულები იმ დროიდან გედერში სოც გერმანიაში
გასაგები, აბა იქით რა სად არის ეგრე ვიგაგიში. ეხეთას იყო, მაგრამ ეს კონკრეტულად ეს გასული იყო მაგდა სამხედრო ნაწილებში. და თან უნდა წამოსულიყვნენ ნათელად ტუღუში და შოთა ეგნაზე. საოპერო ძალიან დიდი ადამიანები. კი, ვიცი. ძალიან საოცარი. მამაჩემის გადამკიდია ეგეც ვიცი, ხო? ისი შენდა. პლუს ეს საესტრადო ეგრეთ წოდებული თანამედროვე და რომ მოვიდა იქ დირექტორს ემეგობრებოდა და ვიღაცა ჩავაბარო ეს მოვიდა თელი ლექციები ჩაშლილი მოკ 24 საათი სულ უკრასო და არავინ არ შედის თავის ლექციებზე ნუ იმდენად წამიყონა კი არ წამიყონა დამიბარა რეპეტიციაზე ძველ ფილარმონიაში ეხამოზე არტოს გოფილეტის ბავშვი ხო ხო არტო გვერდზე კი ბატონო მახსოვს კაცო ეგ ადგილი საერთოდ ცხოვრებაში ვარ ძალიან პუნქტუალური რასაც იცი შენ რომ არსად ადამიანია არასდროს და რომ მივედი დავუგრანი რაღაცა ორი წუთიდან პოლისებში რომ შევედი მესმის რომ რეპეტიციო ვედა ანუ სოსოზის როილთან და ეს ხალხი ანუ მედია ძიძული იყო ვახორკუცია შოთა კოპალეშვილი მარტეში შლიდნენ რაღაცა სოსოს ერთად რაღაცა ძალიან ულამაზეს სიმღერას და მე კურსებში რო შევედი ავიგერო რაღაც აკორდს ვერ შლიდნენ სოსო ეძებდა რა აკორდი ანუ რა აბგერა უნდა ყოფილიყო რომ კვარტეტში 4 მაში რო ეჟღერა აჰა და ჯერ მე არჩევსულ ვარ და კურსებიდან ფაზ მაგურად ფაზიეზი ვიღაცა იძახის კურსებიდან ფას მაგურად ფაზიეზი და ამ მე გაიგო ეთქო ვიღაცა ფაზ გავაკეთა და ჩაჯდა აკორდი რას უნდა ის აკორდი რა და აბდოს მე შემოვედი და შემოხედეს და ჯერ ვებუთენ ვიყავი ტანა დიდი ვიყავი მე 5 მეტრის ვიყავი რა პირველ რიგში ეგეთი ყოფილიყო და გადახედეს ერთმანეს სოსომ და მედიუმ და სოსომ ეს ხელი სპილორასთან დაკავშირა დიდი სპილო დიდი ვიყავი ისიც ხო არის სპილოს ხოლია სასწაული მახსოვრობა კაცო ეგრე კი არ არის და არა მარტო ხო და 68 წელი იყო ეგ ამბავი მაზე ხო და თითი როგორ სპილო და დაგერქვა და პირველად სიმღერის ამბავი აი ვაში კახეთთან ყოფილა და მე ვარ კახეთში დაყოფი ცხოვრებული დედა რო გადაგეცვალა შემოკარგო ადამიანო მე იქ დაყოფი ვარ და ქელექში და 2 დღით ვარ ჩამოსული და ყველაფერი გავაცილეთ და მე ქელექში და ყველაფერი ნუ კარგად მახსოვს კი ის კი არა შენ ერთ-ერთ ნათესავ ბიძას გასვენებაშიც კი ვიყავი თუ რაღაცა ხო რა ერთად ვიყავი წასულები ხო და მახსოვს იქ საზოგადოება მაგარი და მე ესე გამიგონია რომ შენ ეს პირველი შეხვედრა მუსიკასთან კახეთში ქონდა რა სიმღერა არიციან თუ რა დედა მოუაება რა არა მაგრა თუ რა ხო არა მაგის რა მოდა მაგიდან დაიწყო ბავშვობიდან წამოვიდა ეს ამბავი ეხლა ბავშვი ადამიანს ვეკითხებიან რა ასაკიდან რა გასვოს ხო აღას ასაკამდე ნუ ძალიან პატარა ვიხმოდებათ ესე 5 წლის 4-5 წლის და ეხლა სხვა რაღაცები არაფერი მოსვლის კი არა და ნუ რაზეა ესე გიჟია რომ გასვეს მაგრამ ეს მომენტი იმდენად ძლიერი ეფექტი იყო ჩემ ფსიქოლოგიაზე მოახდინა რომ სულ ვერ დამოვიწყდება ანუ კი არ დამოვიწყდება ვერ დამოვიწყდება იმდენად ძლიერი იყო ეს ეფექტი პატარა ვიყავი ჩავედი იქ სამეზობლოს პატარა ბიჭებმა წამოდი ფეხბურთი ვითამაშოთ წამო საზავთოზე ვინადიროთ რაღაცა თავისებური და ჩვენ წინ ცხოვრობდა პაპა ალექსი ჭედელი იყო აი ურემის საბურავებს ხო ჭედავდნენ ამ კინებს და თელ ოვალურს და იმისი იყო და ძალიან ზაფხული იყო ხო მოკლედ ეგ ადამიანებსება და ხმა გავიგე რაღაცა ხმამ შემიყვანა ეზოში უსტომობრი ხმა გავიგე
რაღაც მუსიკალური დამაინტერესა, არა, მუსიკალურიც და კიდე რაღაც სხვა რაღაც ისეთი, რომ დამაინტერესა და ან ხმამურ შემიყვანა. მახსოვს, რომ აი სცენა ესეთი, რომ პაპა ალექსი და ორი შეგირდი. დგანან შიშველტანზე სამივე ტყავის ფარტუკები. ხო, როგორც იყო მუშაობენ. პაპა ალექსის უჭირავს ერთი ხელით საბერველის, აი საბერველი. ხო. ხო. რაც უნდა ცეცხლს, ხო. ეს თუკი და ჩაკუჩი. და ერთ უჭირავს ეს დეტალი და ჩაკუჩები კიდე იმათ ორივეს და ამ საბერველს ისეთი იმ სიჩქარით აკეთებდა, რომ თვითონ თავისას უკეთებდა ბანს. და დაიგვიანეს ჯერასაც ჩანან ჰარულალო. ამ აუზაში ის ჩაარტყავს იმ ამ დეტალს ერთი ბიჭი ჩაარტყავს, მეორე ჩაარტყავს და ეს ასწორებს. მაგრამ სალამ რთულ მოკლეს გული და დაბრუნდა ჩამოწეს ჩაჟან. აიტა დედაუტირე რა. თელი წელიწადი სულ ფიქრობდი საწავლად გურიაში თუ კახეთში. დედა ხო ადულაძე იყო ჩემი. ადულაძე იყო რა არის. ჩემთან არის ყოველთვის. ორივე ესაც ძალიან ბედნიერი ვარ, ესეთი მშობლები მიყავდა, დედა ექიმი, მამა იურისტი, მოკლედ ძალიან. მაგაზეც ვილაპარაკობ, მე ექიმობასაც რაღაცა გიფიქრია ერთ პერიოდში. დღემდე ექიმი ვარ მე ჩემი ჩვენ კუნალები ვართ. ერთად მე თუ რატო ამას შენ თვითონ ხარ მომსწრე ამ ფაქტის და მე ხარ. კი ბატონო. აუსელი რამ აეწყო ახლა გასცემებისთვის და მთელი წელიწადი სულ მინდოდა რომ კახეთში ჩასულიყავი და შესულიყავი ამ ეზოში. მთელი წელი მქონდა ეს ფიქრი. და იყო მე ჩადიოდი და იყო. წელი და მე რაღაცა მომენტში აღარ იყო ბაბა უკვე. აჰა. ისე ეს შენი ბაბუა იყო? არა, მეზობელი, ჩვენ პიტაპის ხოლმე. ძალიან იმოხვედა ჩემზე რომ ამასო გადაეცვალა თუ გაყიდეს და რა. მოგეთ ხო ყოველ შემთხვევაში ჭედლების აღარ არის. სხვა ოჯახი დავთვა და ის აღარ იყო. აი ეს ჩემთვის ძალიან და იქ დავწმუნდი იქ რომ პირველად რო დავინახე შავ-თეთრი კლავიატურა, დამუჯდი და გენიალური ამბავი, გამაგარი ამბავი. ჩავჭი. მედიცინა შენ ცხოვრებაში, აი რა, როგორ კულდალობის სამოფლო ხელოვნებას კულდალობის ზალა აქვს და მაგას გეუბნები, აბა რაღაცას გიდოდა. გახსოვს ჩვენ რო გადავიღეთ ზვანელმა რო გადაიღო მადარები. ხო, კი, როგორ არ მახსოვს, კი. თბილისი რო იყებავით. აბა თბილისი. მაგ ის ფოტოები ეხლა მაგარი. თუ ვინმე არსებობდა. და ერთი თვე ვიყავით იმაში ფსიქიატრიაში ეხლა. აი ისტორიები იყო გახსოვს. გახსოვს იქ ფოიში რომ ძველი პიანინო იდგა. აბა, როგორ არ მახსოვს. გახსოვს იქ რომ მე სანამ რაღაცა რო უკავდი რაღაცა. კი, კაცო. შენ ხვაშალი ალიკო ცხოდებული. გადაღება რო იწყებოდა. ამდენი აღარ არის ირეკლებადულაშვილი, აღარავინ აღარ არის ბიჭო. ისა ბიჭო ჭანტურია, ირაკლია, აღარავინ აღარ არის ბიჭო და ამდენი დავჭით შენ. ნუ ნაერთი ნახევარი დავჭით. თავგასა იყო მაშინ? არა, თავგასა არის. თავგასა აღარ არის. არა, უკვე წასული. მე ეს თქმა მინდა. ბოლო ერთი კვირა მე ამოდიოდი გადაღებამდე 3 საათით ადრე. ყოველთვის ერთი გადაღება რომ მიდიოდა და ვждებოდი ამ ფოიში ინსტრუმენტთან და რომელი დრო იყო იმის რა სიტუაციაში იყო იმ სიტუაციით პიანოზე იმპროვიზაცია რა როგორც ხდება ყოველთვის გამოდიოდნენ ეს ადამიანები, კაი ადამიანები, იქ მასწავლებლები. სიგარეტი ბუტე, სიგარეტი არ გაქვს, სიგარეტი არ გაქვს. სიგარეტი უყვართ ძალიან, სიგარეტი რა. და ვждებოდნენ და იძინებდნენ. ექიმები გამოდიოდნენ ჩვენ წამლებს ვასმევდით რომ ძრის ვაზნებდით და ჩავატარეს ანუ ფიშავდი. კაი გაგებით. ხო.
რომ მორჩა ხომ მოხადგეს მე რამდენიმე დღე იქ მიდიოდი მე კიდე. რამდენი დღე, ბაჭერე, იმდენი ხალხი ვიყავით იქ მისულებიდან. არა, რომ მორჩა გადაღება. გადაღებები რომ მორჩა. თხოვესო უცებ რომ არა ვოთხდო რომ ძალიან იმოქმედებს რა ამაზე. იმდენად შეუყვარდი რა. გოგო კაბატონი რო იყო ახალგაზრდა სემპათიური ქალი იყო რო უკრავდა, სვედეგივეს რო უკრავდა. ხო, მახსოვს. დაჟდებოდა ერდეგივეს უკრავდა, ხო? ყოველდღე. მე ჩვენი დასაწყნარებელი, ესე თქვენ რომ ესენი დავაწყნარებელი ჯობია, ისინი პროფესიონალად იყვნენ მიდრე ჩვენ. იქ საზოგადოება მოვიყარეთ, თავი რომ გადაურიეთ ფსიქიატრული საავადმყოფოში. იქ გადაურიეთ, გადაურიეთ ესეც იყო. ეგრე იყო რა რაღაც რა. ხო და კიდე რა, ავიცი, უამრავი რამე ის რომ მე ჯერეთი ძალიან ბედნიერი ვარ რომ ავირჩიე 15 საათში მქონდა ესეთი პერიოდი. ანუ და გადამეწყვიტა რომ არჩენილიყავი კალათბურთზე ან მუსიკა და ლევან ესკრიველი იყო მაშინ მწვრთნელი ჩვენი ფორტეპიანოზე ჩვეულებრივად შეხედე პირველივე კლასი პირველი კლასი როგორც იყო არა თავიდან რო შემიყვანეს 6 წელს ვიყავი მუსიკალურ მე-11 მუსიკალურ შემიყვანეს ვიოლინოზე აჰა მაგას ჯაპონ ძალიან დიდი ვიყავით ეს პატარა ვიოლინოზე ეს ნუ ალტი მაინც აგიღო ხელში ხო მაგრამ ერთ ჩელო დაგეწერა როგორც ვიოლინო ერთი წელი ვითვინე და მე გავდონე თინა ლეჟავა იყო ეს დირექტორი და შევედი მე ატმას რაღაცა მე არ მინდა მეთქი პიანინო მინდა პიანინო გადამიყვანეს და უკვე ერთ წელიწადში უკვე 8 წელს რო გავხდი ერთ წელიწადში მაშინ ტარდებოდა ეს კლასიკური მუსიკის საღამოები, კონცერტები, ფესტივალები რუსეთის მცირეში. ფოი ხო ერთია და მაგ მიდიოდა მთელი ამ კონკურსების ამბები და სადგამიზარდა ასე ხარ 800 და დიდ დარბაზ და პატარა სოფოე ერთი აქვს. ხო. ეროსი და ვინ არა ხო ვინ არა და შეიძლება ქუჩაში ამბავი ეგ პრობლემები რამე ბიჭო სკრიპკა რამე არის ხო არ გესა არა მაშინ პირველ კლასში ყოფილიყარ ამხილა და მიგაგიბედა არა ჯერეთ მაგრამ ერთი წელი არ ყოფილა სხვა შორის კი ზანგა ეს შეკითხვა არის კი არა ხო არ ყოფილა არა მე უკვე წავიდა ასე რომ ესე დამეკვა სპილო და დღეს ფესტივალში ბრენდად არის წეული მაგრამ თუ მისვენებენ ელეფანტ სლონ იტალიაში საჩუქარი სულას სპილოს გადააწყვეტი იტალიურად ყოღოს ქვია ზანზარონე აბა და სპილოს ქვია პეპინო ხო და ვენეციაში რო ვიყავი თემოს კლიპის გადაღებაზე ერთად წავედი და პეპინო ზანზარონე არის ყოღო სპილო პეპინო კანონი კლასიკური განათლება მიიღე ხო ყველასაგებია აი სიმღერა ბავშვობაში წერდი რაღაც ქონდა ესე მიდრეკილება აი დაწერა ბავშვობაში რაღაც იმდენად მე მოხდა ეს მე არა იმდენად ბუნებრივად არ მომასწრა მე იმპროვიზაციის ნიჭი არიან მუსიკოსი რომელსაც არ გააჩნია და იმპროვიზაციას წერენ სადაც უნდა იყოს იმპროვიზაცია და მე ყოველ დაგუზე ეს არ არის იმპროვიზაცია არის ყოველ წამში რო შეხვიდე სხვა იქვე უნდა იბოდებოდეს იმპროვიზაცია რასაც ქვია და ნუ ამ ეს ნიჭი რო აღმოჩნდა სულ ვიცოდი რომ მე რაღაცა წინ ველოდებოდი რაღაცა ჩემს საკუთარ რაღაცა ბგერას ჩემს საკუთარ ხმას ჩემს საკუთარ რაღაცა სამყაროს და დღემდე მე რაც გავაკეთე რა ვიცი თურმე ძალიან დიდი ჯარია ვისაც ის სამყარო რაშიც მე ვარ მოწონთ უყვართ და თავისენად მიიღეს და ამაზე დიდი ბედნიერება ჩემო რა თქმა უნდა ეხლა რომ მაგას არ უნდა ლაპარაკი რომ ხალხი მაგით უყარხარ ყველას და გულით თან ხო არავინ არის დარწმუნდი რომ მე უფალმა იმიტომ მიყვანა დედამიწაზე იმიტომ გამაჩინა რომ რისთვის ვარ მე რომ მე ვაკეთო ეს მუსიკა და ჩემთვის ქონდა ეს ხალხ მოვასმენინო 3 წუთი იხემათო 2 საათი თუ 3 საათი იმ მომენტში რომ გადავაბიწყო უამრავი ის პრობლემა და რაღაცა იყო ამ სამყაროში და იმ პრობლემაზე მუსიკით ველაპარაკო აბა რა ჩემო კარგო რა ეგ არის აბა
და იმის არ იყოს თრობის მე სიმთვრალეზე ვამბობ. შენი სპექტაკლები მაგ მე დანახე თუ შენ კიდე მე რამოდენიმეჯერ დავწვდი რომ ნორმალური არ ახარ. კაიგაც. არა, მე მენახე, იმიტომ ეს გარდაქმნა ჩვენ ადამიანები მკურნალიო შენზე ხარ ობითხარი მე დაწუნებული ვარ შენი სპექტაკლი შენი თამაშის დროს ამ სპექტაკლის თამაშის დროს ძალიან ბევრი ადამიანი შენ გააჯასახე ძალიან ბევრი შენი ამ რაღაცა ამ და ერთმა რა მითხრა ხოიცი საერთოდ რა მითხრა კაკუცა რო ვითამაშე კაკუცა შენ გეოსუმიჩი რო ვითამაშე გეოსუმიჩი რო ვითამაშე მეგობარი დავპატიჟე თავის ცოლით და შვილით რა და მე ვთხარი მანქანით არ ახარ რაღაც მანქანა არ ყავდა და მე ვთხარი იქით ჩემკენ მოდიოდა და დავამთავრე დამიცადებ მეთქი გრიმს გავიკეთე გამოვიშორებ რაღაც გამოვარ და წაგიყვანთ მეთქი სახში დიღმის ფასში ცხოვრობ მე დიღომში რა და იგი ულეკავდა არ არის იგი გადი ბიჭო შენ ცოლშვის როგორ ჩაგისვა მანქანაში რა ითამაშე ის გეოსუმიჩი ხო თუ გახსოვს იყო ყველას რო თავის კოტე მესხიანად ყველას ამ კოტე აფხაზიანად ყველას რო ყველას რო ხრიტა ნუ ის ნუ რა ნუ ისი ცოლშვილი არ ჩამისვა მანქანაში კარგად მზადებული ტაქსი წავალ მიჩენია კლასიკას რატო არ გაფები ლობა ჩვენ უგარ ჯაპონიკო რა არის ეს რატო მოხდა ეს თან მაგარი პიანისტი ხარ რა მაგარი ნუ აი კლასიკაში მე ნუ ესეთი ჯადოქრები მქონდა გაკეთებული სასწაულები გაკეთებული პირველ მუსიკალურს ვავითარებდი პრობლემა მქონდა კონსერვატორიაში ჩასაბარებელი ანუ ბახის პრელუდია და ფუგა მე ორი ეწოდი პიესა დავუძვეთ ეს საათნახევარ 2 საათამდე პროგრამა და ჩვენ და პირველ სასწავლებელში ენგელზე იყო ეს 100-მდე ეტეოდა. პატარა კუკლასავით თოჯინასავით დარბაზი იყო და რო გამოვედი ყველაზე რთული პრელუდა ფუგა აქვს ფაზიეს მინორი 4 ხმიანი ანუ 4 თემა რა 4 ფუგა და ის ყველა ნოტას თავის თითი რო უწერია სხვათის ვერ დაუკლავს სხვათი თუ ძალიან ესეთი ურთულესი მათემატიკაა და რო გავედი რო დავიწყე პრელუდია ფუგა დავამთავრე ორივე და მეზადები ეწუდები რო და ირაკლი გეჯაძე იყო მაშინ სოსო ებრელზე ვინც ემიგრებოდა ჩვენ სკელაზე სად არის შენი საგამოსტო აი მე ვიფიქრე რაღაცა ხაშნელება ჩავატარე რაღაცა მასო დედაჩემს ხონდა ჩავდე რომ ამორთე მომიმედე და ეკითხება თავიანთ ამ კოლეგებს პედაგოგებს კომისიის ხალხს ვინი პროტ წემდაგი ხოხო და ხა დედოროგი აღნება წემდაგი ხო არა ხარ დაეთახოდა უთენ დამზე ესე იგი ფაზიზის მაგივრად დავუკარი ლა მინორში. ტონა ხერის სხვა ტონალობაში. ეს ისე არის? ხო. მახანა რო წაიყვანო, ჩვეულებრივ როიზდე ვიყოთ, უკომა როიზდე და ესე რო წაიყვანო. საშინელება რაღაცა. ამაზე მე მთელი ამბავი. ზერო რატო პერიოდი იყო ისეთი რომ უპასუხე უფროსა რატო არ ეხლა პერიოდი იყო ისეთი ეს არის 74 წელი 75 წელი აჰა 70-იანებია რომ მაშინ ერთადერთი არ მინდა რომ ამდენ ყოფილიყო მშობლების იმაზე და ცისნათელა გაიჩიტა მერე მოყვა აიჩიტა გასოლები პაესკები შემოსავალი 20-30 წლის ბიჭს მქონდა შემოსავალი რომ აქეთ მე ვარჩენდი დედაჩემს ამბაშებს დოჟოს კონცერტს რამდენზე იყედი გაფბაში გაფიცე ხოლმე ეგრე იყო ეგრე მაშინ ყველაზე დიდი მოდეს ჟაგოს სტავკა იყო სტავკა 50 მანეთი უი ქვასხეთ ხავდა ზვამო რას ლაპარაკო დავიწყე 20-დან და რაღაცა ძალიან მალე 50 ქონდა და ჩვენ გასტროლები ქონდა 3 თვიანი 6 თვიანი შუაზე ათელი საბჭოთა კავშირის აი ვას შეხედო თითრო და იქ დაყოფილა ევროპაზე და აზიაზე უკვე ალაპარაკობდა ნუ მოკლედ პატარებეს ქონდა
აგათ ვიყავი რა. აი ამან წამართვა ის დრო და მე აბსოლუტურად გასაგებია. სამაგიეროდ ეს კლასიკური აი ეს რაც მე ვიცი, მაგრამ მოგეხმარა ამაში. მომეხმარა აქვია მე ამ ჯერეთი ყველა ინსტრუმენტის სპეციფიკები ვისწავლე. ეს არაჟირებისთვის ეს თავარია. აჰა. რო ყველა ინსტრუმენტის სპეციფიკა უნდა იცოდე ხა. ფლეიტას ხო არ დაუწერ კონტრაბასის პარტიას ხო? რა თქმა უნდა. ნონსენსია ხო? აქედან გამომდინარე ძალიან გამომადგა მე და უკვე რაღაცად გამიხსნა ეს კანონები, წესრიგი აკორდმა რო იჟღეროს ამ აკორდში უნისონი აქეთ-იქით რა არ უნდა იყოს ეს ძალიან ისეთი ეშპაკური რაღაცები და ნუ გამომდგა და საშუალო ჩემ ის რასაც მე ქმნი ცოტა ესეთი გამონაკლია აი კლასიკური მიდგომა ჩანს პროფესიონალიზმი რა კლასიკური პროფესიონალიზმი არაჟირებას ისეთია რომ აბა რა სუნთქავს კი ბატონო ჩემი ნაწარმოები ძალიან ბევრი ახლა უმეტესობა 80 თუ 90 არა შეიძლება ასევე სამწუხაროდ ჩანაწერები კონცერტებზე რო გამოდიან ან ტელევიზიაში ისეთი ვიზამარს რომ თითქოს ყველა არის ჩაწერილი ერთ სტუდიაში და ერთი არაჟმენის მიერ ტყელია რაღაც არ სუნთქავს გასაგებია მე შეგონიოს მაყურებელი ვერ იცოდო ჩაყრიან ამ ბანკში 500,000 ვიოლინოს 100 გიტარას რაღაცებს და მე მონტაჟის დროს სად რა დაალაგო უკვე აღარ ეტევა 3-4 მაქსიმუმ 5 ინსტრუმენტი ასუნთქო რა თქმა უნდა ეს მთელი ფოკუსებია აბა რა ასე რომ აი ასე მე შეგონია ამას მაყურებელი ვერ იცოდო სმენელი არაპროფესიონალი ხდება რა ეგ პოტენციურად ხდება ეხა შეიძლება ვერ გაგიშიფროს ეგ როგორც ეხა შენ მოყევი მაგრამ თეატრალური ვიცი ჩვენ ძალიან ბევრი არტისტი რომელიც თეატრალური არ დაუნთარებია მაგრამ ისტორიაში ძალიან დიდი არტისტებად მაგრამ აი ეს თეატრალური არ დათავრება მაინც ეთყობათ ეხლა უამრავი ძალიან მაგარი მაშინ პროფესიონალი ნუ აღარ ჩამოვთვლი ეხლა ბარძიმაშვილი აღარ ჩამოვ 75 ეხლა დიელო პროფესიონალები იყვნენ ძალიან ბევრი შენ ეხლა ასპარეზი ყველასთან ომეზია მე ხო და ასპარეზი ხო და ისეთი ესე არ არის ეხლა დღევანდელი დღე რო არის ეხლა ყველა ვისაც უნდა რომ ღერის ეგრე კი არ არის და ვისაც უნდა რომ რაღაცას წერს ეგრე არ იყო მაშინ ძალიან ბევრი კარგი ანსამბლი იყო და უცებ იჩიტება ბიჭო ნატურის ხე რა გაიგე და რაი რაღაცნაირად ამიდა იცი აი გამოიტანა ამ ჯგუფმა რაღაც და აი ვის გამო იყო ესეთი პოპულარული რო გახდა ნატურის ხე მე და ჩემმა ჩამოვაყალიბეთ 80 წელს ხო მახსოვს კარგად მაგრამ სიმღერა დაიბადა 75-ში ამასაც ხშირად ყვები ხოლმე მე ეთერში ასე რომ სიმღერას წელს შეუსუდა 50 წელი 50 წელი გილოცავ ჩემო კარგო გილოცავ ანუ სიმღერა მე დავასწარი ჩემ მეგობართან უნიჭიერეს ადამიანთან ხანდახან ისეც გაატყავს ხოლმე რომ მაშინ მობილურები ხო არ იყო ჯაპანი 75 წელია დილით ვიღვიძებ არ ახმელი სინდრომი აქვს მაგრამ არაფერი არ დამინებია არ მიმაიმუნია არაფერი და რაღაც მომინდა ინსტრუმენტთან ზუსტად გამოსულიყავი რაღაც ბორჯომის პონჩი ხო ინსტრუმენტად და დავჩეკი თუ არა და მეთქი მეცნო რა არის მოსწრელი მაგას და წავედი ჩაღვი ჩამოწერე ეს მეთქი არ დამაბესდეს ეს არ მომივარდეს და უცებ იქ მქონდა დამაგებული მქონდა სულ პეპიძე გაშლილი ეს ნოტები და ბანკარი თავისი საშლილით. მაშინ ჯერ არ იყო ფაქარზე რო საშლილი. თან ძალიან მოხერხებული იყო რაღაცა თუ შეგესებოდა ელევეშლიდი და აბარა. და მე რა ფაქარს ატილსვე უკვე აშავებდი. ხო? გამახსენდა რომ რაღაცა სიზმარი იყო, ხედვა იყო თუ რა იყო. ფასი იყო ხე, გამხმარი როგორი გახმარი, აი გადაღლილი ახმარი. და უკანა მხარე ცხადში მსგავსი მწვანე მე არ მინახია. აი რაც ვიცი რა აი არ ვარ ახლა ჩვენ და ატონეში რო არ ვარ ზუსტად ვიცი ხო მაგრამ არ მინახია რა ცხადში მწვანე და ნატრის ხე ნუ უცებ ურეკა ვერ გემნიზეს მაშინ ქალაქის ტელეფონები იყო დილის 11-12 საათი იყო
ჩავაწერინე ბალვანკას ვეძახი ჩვენ, ანუ ყველა მელოდიას აქვს თავისი რითმიკა. მე და რაღაც ვთქვი, მე შენ რაღაც სისრულეები რაღაც და ნატვისხე და ნატვისხე ქონდეს მეთქე აქცენტი რა, დაბოლოებები. საღამოს 5 საათზე მე რეკავს და რობერტისა ბარზიმოშთან უკვე და აწყებული გვაქვს 74-ზე რეპეტიციები ბარნოზე სახში. და რომ მოიტანა, აი ჩვენ საერთოდ ვიცით ხოლმე ხანდახან რაღაცა ადგილებს ვცვლით ტექსტში, რაღაცა შეიძლება ეს აქ ჩამოვწიოთ. ქინც მე დახტება ხოლმე, ხელი არ მიხლე, იმდენად ზუსტად იყო არტყული უზარი ერგემლიძე, რა ვიცი მე ყოველთვის ჩემთან არის და ესეთი რამ მოახერხა იჯადოქრა, რომ ძალიან სასწაული რამ გამოგვივიდა და 50 წელი შევსრულდა და ესეთი ისტორია დავდე. სხვა შე ძალიან ბევრი ეწავს რომასო ბევრი სიმღერა არ დაუწერიაო, მაგრამ რას დაუწერიაო, ყველა იდეაო. საქმის ამაშია მე სიმღერების გარდა კიდე სხვა მუსიკას ვწერე. კიდე სხვა საორკესტროს ამიტომ ახლა ბენდი ყავს შენ იყო რაღაც ბენზე ბენდი ყავდა სულ მე ბოლო ბენდი იყო ბენდის სპილო ესე ელეფანტ ესე იყო თემოს პლუს ხასახუთი ეს ჩვენი საქართველოს კოდი ისიც იყო და ეხლა ჩემი 4 ივნისი იყო ამ არეულობამდე მოესწრო სანამ აიწყებოდა ჯოჯოხეთი ჯოჯოხეთზე არ ვილაპარაკოთო. მე გეტყვი, არა, მე გეტყვი, მე არ გვიდა ჯოჯოხეთზე არა, მე გეტყვი ჩემ პოზიციაზე გეტყვი ძალიან ორ წამში და რო დაფიქრდი მე ეხლა ბენდი უნდა ავიყვანო, სალებედისო ადგილი უნდა ვიქირავო, რომ ეს ჩემი კონცერტი რაღაც ხარჯები ხო და ძინი ვისალადე ჩემი უახლოესი ადამიანი, ჩემი რა ვიცი, ოჯახია ჩემი და ძალიან ეჭერი გოგო და ძალიან კარგი გოგო, ძალიან. ჩემი ნუ დაბუგას უახლოესი კი და ნაცავებით აღარია. ნაცავებით კი არა, ენაცავებიან. ერთმანეთს. ახლობელი შინაური, მაგის კონცერტი იყო ბიგ ბენდის ბაზაზე, ძველ გორკის ბაღში. ვარდების ბაღია ეხლა. ხო. ოფილ პლეხანოზე. კი ბატონო, ვიცი, არტოს ბაღი ერქვა. არტოს ბაღი არის ბანამდე. არტოს ბაღი ბანამდეა. ბანამდე არის, იუსტიციის სამინისტრო რო იყო, პლეხანოზე იმის გვერდზე. ხო. ეს აქეთ. ხო და იყო ძენის კონცერტი და დამპატიჟდა და რომი ბიგ ბენდი ხა ეს არის საქართველოს ნაკრებია პროფები ძალიან მაგარი მუსიკოსები და სუჩემბები ყველა უმეტესობა ჩემი სპლიყვები ძალიან სპლიყვები კი ხო და რო ეს რო რაღაცა და მუცებ ნათებასავით რომ შევთობაზე მევთხარ ეს მეთქი სამთვეში აბირებდეს რაღაცა და დიდი სიამოვნებია თუ ავიწყე პროგრამის კეთება და რო ჩავატარეთ თვითონ მე მუსიკო თემა ბენდმა ბატონმა გაიოზმა ანდელაკმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა ახლა ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი დირექტორი აუცარი ადამიანი შემოთავაზეს თანაშრომლობა ბიგ ბენდთან მე რო დავთავდა ეს კონცერტი რა ანუ იმდენად კარგი ხარისხი დავდეთ ავწიეთ თამასა მართლა აცები დარწმუნებული ავწიეთ თამასა და თან უფასო მე მგონი ერთადერთი საღამო იყო ამ მასშტაბის რომ თლიანად ქვემოყედება იყო რომაч გენაცვალო შემიტავით რომ რეგლამენტი მე კიდე მინდა რაღაცები კითხო და ამიტომ მინდა ჩავეტიო და ეგრე გაწყვეტინებ რა ბედნიერი ვარ დღეს ვერმა ჩვენი მერის ბიგ ბენდის თანაშრომელი გენაცვალო შემითავე რატომ გემუნები იცი რომ კიდე მინდა რაღაცები რომ კითხო და სულ დაგვრჩა ერთი 10 წუთი მე კი არ დაგვრჩა რა მინდა ციგანევით ახარ ეხა იმის არ იყოს რა და მთელი ყველაფერი მოვლილი გაქვს აი ბოშა რაღაც ჩევარე რომარე აი ესე იგი ისიც მინდა კითხო არგუმენტების გადაღების დროს რომ მაგრამ მომწონს ეს ამბავი გველი რო შემოგაგოერთან კავშირებული სიტუაცია ერქვა კატუშა ერქვა 13 დღე მქონდა რეპეტიციები რა
და ფილმი რო დათავდა მე და აბდულოს ცხონებულს ქონდა შესაძლებლობა და სასუმოში ერევანში რო ცხოვრობდით გარდე აქ როგორც წანათი ამ სიმაღლეზე და იქ იყო ეს გადაღებები და ნეკულის ცირკის იყო ეს გველი ხო პიტონი ჩამოვიდა ეს დადაძმა იყო და კაცუშაო არაფერს აჭროს თქვენ გელოდებათ რა და ძალიან ეჭვია ძალიან განისწრო და ამოდით მე ხო მე გადავიდა ამიყვანეს მე მიყვანეს და დიდი რკინის ყუთი იყო და შუშის ის იყო რა გაზაცები ხაერებს და მომედი გაწიეს და ჩოლებათ ელაპარე უკვე მე მელაპარაკებოდა მე აწუშა შეგენაცვალე მეთქი არის ნერვიულო მე შენთან ვარ შენ თუ არ შეჭა მეთქი ძალიან ცუდა ჩოლებათ მირთვა დღენა ხوارი არ ჭამდა რო აი მაგრამ დიდხანს არაფერს არ ჭამენ მაგრამ შეთქობა ძალიან დიდი ხანი არ შეჭამა მის რვა შეიძლება ხო და შეიძლება ყველგან ახარ მე მგონი დამყოფი როგორც მოყევი რა ის კი რა ჩვენ ხო ვიყავით ერთად ერთი ფაის ერთი საბერძნეთში იტალია კიდე 4 დღე გემზე 3000 კილომეტრი 3000 კილომეტრი ბედაში აკეთ ძღოლებად გახსოვს ტიპა რო გითხრა რომ კაროჩე ორი ბაქანაა და მამაშვილი უნდა დავიდეთო და ბიჭო ხო არ იცით ტარებო მე კი როგორ არ ვიცით მე გახსოვს და დღენახევარში ჩამოვედით 3000 კილომეტრი ავიარით დღენახევარში არ გავჩერებულად ავტოპილოტი და თან ახალი ტაოტიანი ტერაკანები იყო რაღაც ტიპები. ერთ-ერთი სხვა შორის მე იყიდა არულაძე. ერთ-ერთი მაგანა ხო? ხო, ერთი დარჩა. მე რომ მესვიჭეკი. ხო, მე შენ მე დიდი ხომში დავში და შენ წაიყვანე ეგ მანქანა. მე წავიყვანე რა. გამოგვატანა ტიპმა მანქანა ყავდით თუ კაცო და ხანიო. ერთი 35,000 ღირდა ეგეთი მანქანა იყო რა. ტაოტიანი რაღაცა და აქეთ კიდე გვიწევდა 3,000 კი. ესე იგი საბერძნეთში ჩავედით ათენში, ერთი კვირა ათენში ვიყავით. ერთ ნომრებში გახსოვს ალბათ ყველაფერს ვერ მოვყვებით ახლა ჩვენ იქა რაც გადავხდა აქ მოსაყოლი არ არის. დროც არ არის და ეტიკეტის არ გვაქვს. ამის უბრალოდ და მოგეთ ისეთი ამბავი იყო და მე გადავედით გემით და გემზე გაგვეჭიტა ეს ვიღაცა ბავშვი პატარა ბავშვი ყავდა ლამაზი ბავშვი და მაგარი საყოდები ის მოვიდა ჯერ ჩვენთან სუფრასთან და კაი დრო ვატარეთ მოგეთ და კაი რამეები გამახსენდა და მე 3000 კილომეტრი დღენახევარში გავიარეთ რა წამოვიყვანეთ სამი კაცი აპარატურა წამოვიღე და ისინი აკეთობას კიდე ავტობუსით საუთ რაღაც აღარ იყო ფილმი დამთავრდა თვითმფრინავით გამოფრენი სიტუაცია ამხელა ჯგუფის და 3000 კილომეტრი ავტობუსით შენ დაზე ხარ და რა ჩამოვსწრია დიდვენაში აბა მაგარი ჩამოვსწრია კი მაგარი კარგად მახსოვს რა გამბები ჩემო ჯობა გავისე ძალიან ხო და აი რაღაცა ადგილი ქონია ესეთი რომ აი განსაკუთრებით აი თუ გახსოვს ეგეთი აი სოფლიოში რა აი ლაოსი აი რომ დატოვა შენში რაღაც ისეთი აი შეგიყვარდა რა ის ადგილია ლაოსი ასწავლე ჯობა რა გახსოვს მაგ არის ესეთი ხრამი 500 კიბე აი მაგით ხელა კიბებია და აი საუბრობ ეს სხვადასხვა მისთვის შემოვინახოთ. ხო, სხვადასხვა მისთვის შემოვინახოთ. ეხლა მითხარი ერთი ორი სიტყვი არ შეიძლება რომ არ გითხრა. მანქანების ამბავი მომიყევი შენ. ხო. უკვე ხანდახან დიდი ხანია უკვე ეხლა ის აქ თბილისში დავშორდით ერთმანეთს. უკვე ისე ვართ, აქვე უკვე ისე გააკეთეს ყველაფერი პანდემია, საცობები, ისევი რამდენი ხანი ისე გავა წელიწადი შეიძლება ვერ მოგეთქვა. აბა მე ძალიან მოკლედ მითხარი მანქანების შესახებ. მე და ჩემი მეგობარს საკუთრებულ პაკეტი მე მეჭიროს ჩემებია პრესში ყველა 6 მანქანა ყავს. ძალიან მალე რამოდენიმე ალბათ ერთ მაქსიმუმ ერთ წელიწადში 2 წელიწადში 6 მანქანა იქნება აბსოლუტურად ქართულ გამარჯვებაში და თქვენ სამსახურში ეს აირჩიეთ ნებისმიერი კლიპი გინდათ თან ეს ბატონებო და ქალბატონებო როგორც შემიცოლა როგორ ანტიკვარებზე ქალბატონებო და ბატონებო ანტიკვარებზე ანტიკვარ მანქანებზეა წრები თქვი და ის თქვი ყველაზე უფროსი არის ჩემი 30 მეტრზე გამოშვებული მე არის ჯერ კიდევ ერთი რო იყვნენ BMW და Mercedes ხო კი ბატონო Mercedes კაბრიოლეტი BMW Mercedes Chrysler ლიმუზინი 56 მეტრზე გამოშვებული Chrysler Devil 59 წელს გამოშვებული. Cadillac Devil 75-ში და
ელდორადო კადილაკი 84-ში. ხოჭო. ბიტლი. ბიტლს. ეგ არის ხოჭო. ექსერი ფი, კი ბატონო. ვერცხლისფერი, ხო. ეგა. ფორდი პიკაპი უპეს 75 წელს ამოშენებული ულამაზესი დაბალი, ხო. გრძელი. მოკლედ არის ეს პატარა სერვიზებით აპირებდა welcome ვისაც უნდათ ყველა დაკოქეც არის. კი, რა ფორმატი უნდათ, ქორწილი უნდათ, კლიპი უნდათ, უცხოელი სტუმრები, სამთავრობო დელეგაცია, შოუ ბიზნესის მიიყვანე, მოიყვანე, უნდა ალანაირად ვიხემებზად და გაითვალისწინეთ, ბატონებო და ბატონებო. კი ბატონო. მოკლედ, ესე იგი, თემოსთან ურთიერთობაში არ ამითხარი, ამენ დარჩი გვაქვს კიდე კაც როცა და გვაქვს. თემოსთან შენ ცხილაძესთან რაღაც არის +995 რაღაცა. თემოს ვაშორის ქვეყნის კოდი რო გუშინ წინ იყო იუბილარი. ვახ, დილოცავ, თემო, გენაცვალე, თემო, შენ გენაცვალე მე შენ. 4 დილოცავ, მიყარხარ მაგრამ. 45 წლის. 40? ალბათ რა, არის ალბათ ხო. 40-ში უკვე მატა. თემოს არაჩვეულებრივი იდეა იყო და არის და ჩვენ ზახშირად ამას ვიყენებ და მე რატო არაკეთებს ამას ოფიციალურად და რატო არაძლევს ის ოფიციალურ ხარეს მე მეგონი საბოლოო ჯამში მიიღებს გადაწყვეტილებას +995. საქართველოს ოდია ვერ დავიყავ თუ არაკრიფე ხო? კი ბატონო, +995. ეს ავარ ჩვენ და მოვივიდა ექსივა ჩვენ ხო და რა ვიცი ამის ეგიდით ჩვენ აპირებთ რაღაცა ფესტივალებს თემო საოცრებებს საკეთებს როგორც მხატვარი თოიზე ხო დაამთავრა თემო რაღაცა ხის მაგიდებს რაღაცა უნიკალურ რაღაცა სასწაულებს ხმის რა ენაცვალე მაგას გამოფენები აქვს ევროპაში დადის კონცერტებზე თვითონ თავისეთი შეპატიჟებიან თავის ესპანელი და ის ენაცვალე მაგას გილოცავ კიდევ ერთხელ გენაცვალე ამერიკაში იყო ხახან წარმატებებს უსურვებ ჩემო კარგო გაიმართა შენი შემოქმედებითი საღამო ვიცი ყველაფერს და ვარსკვლავიც გაგიხსნეს გილოცავ ჩემო კარგო შენ შემოქმედები ვიყავით მაგარი დრო ვატარეთ მეორე დღეს ბანკეტიც ვახსოვს ჩემო მაგარი დრო ვატარეთ იმენა ის კარგად მახსოვს რა მე ვეღარ დავდივარ აი როგორ გითხრა აღარა მაქვს უკვე ეგეთი აი შეხვედრები აბყავს ახლა მე მეგობრები რომ მარაძილიონები არიან ხო ცაი ყველა მაგიდას ყავდა თავისი თამადა აბა რა იყო ცაი თამაგარი დრო ვატარეს რა და ჯაზი იყო აბა რა იყო გაჯაზებული ხა იქ ხო დამკვრელები ხო ერავინ არ ხო მოსაძებნი მყავდა დამკვრელი და ეხლა რა მაინტერესებს თაობების შორის პაეკრობა ყოველთვის იყო აი შენ გიჟდები მე აი ხო ახალი თაობების კონცერტთან ყველა კონცერტზე მე ბავშვები ნახე წინა კონცერტზე გიო კაპანაძე იყო 12 წლის რო გამოიყვანა საოცარი დრამერი საოცარი აი მარკუს მილერი და მთელი ძალიან დიდი მოსკოვსები რო გიჟდებიან და ჩაიხუტეს და ეხაც რალინას ბიჭები უკვე დღეს უკვე დიდი ბიჭები არიან უკვე იზრდებიან გადატეხავთ ხმის მაგრამ საოცარი ეს ბიჭი ყველა კონცერტზე მე გიჟდები მე ნიჭიერებას რო ხედავ პირიქით აი პატარებთან ან პატარა ადამიანებთან არის ურთიერთობა საოცარი რამ არის რომ იმათ ენაზე და წეგან რომ თავში ხო გითხარი მე მაგათანაც ყველასთან ესთან ხომ მოკრო მე მაგაზე ვარ ერთი თვით პატარა და მართლა ესეა მე არ თამაშობ აი ესენი არიან 13 14 15 წელი მაგაზე პატარა რო ვხვდები მე უცებ და იმათენაზე რო ველაპარაკები საოცარი რამ ხდება ტანდემით და ძალიან ისეთი რეზულტატიც ძალიან ხარისხშია და გიჟდები მე ახლა სხვა შორის ძალიან ბევრს ეს არ აქვს უმეტესობას პაექრობაში ვისა პაექრები რასო ხვალ დღეს შენ პირიქით და შენ ის გადაეცი და იმისგანაც ისწავლე ის რაც შენთვის უკვე ცოტა ისეთია ამან უნდა ამ თაობამ უნდა შემოვიტანოს ხო ისწავლე ეს ძალიან თან შენ თვითონაც ბევრ რამეს სწავლობ შენ რა უამრავს და ეს აი ეს თავსებადი როა და რო ივსება შენ ეს შინაგან ეს ნიჭიერი ხალხის ხვედრია ჩემო რა ვიცი მე ყველას არ შეუულია გაბოროტებულია უნიჭო ადამიანები სპილო ვარ და იმედო რა
ხო, არა, სპილო არა, ნიჭიერი ხარ და მე ხარ სპილო. და პროფესიონალი, რაც თავარია. რაც თავარია, პროფესიონალი ხარ. ნიჭი მარტო ნიჭის არ ყოფნის მაგ საქმეს. მე შრომა უნდა ბიზია მაგას და მაგას ის უნდა და ჩემ ვისავლეო რომ მითხარი რა და ამას გებუდები ჩემო კარგო და ჩევასაც უკვე უთხარი რაც შევას მიცემდი ახლა თქვა ახალგაზრდებს აი ასეთ ყოდი ერთი სიტყვით კითხვით ეხლა აღარ უნდა დამესვა მართალი გითხრა შევარი ჩემი ესეთი გამოდონებო და ბატონებო მე დღეს ვარ სტუდიაში ძალიან დიდ ისტორიასთან ჩემ ადამიანთან ჩემ ჯაპანასთან ჩემ დათოსთან თქვენ ჯაპანასთან რომ რამდენი სიხარული თქვენთვის უჩუქებია ამ ადამიანს და მე გეტყვით რა ჯაპანა უნიჭოს თუ იპოვეს მოარჩენს და გაანიჭიერებს ესე და უნდა გააკეთოთ ისეთი იმდენი უნდა იმუშაოთ მე ძალიან მიყვარს ეს სიტყვა მესადინეობა რომ იმდენი უნდა იმესადინოთ რომ ერთვენად დღეს მაგარი სიტყვაა ჯაპანას პროდიუსერის ზალს მიიღებთ და შემოგთავაზეთ აქ განსამაში ახლოსვას. ეს აღიარება, ესეა, ეს მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ხო? მადლობა გინაცვლე ჩემო. უბრალო ადამიანი კი, რა თქმა უნდა, ჩვენ უბრალო ადამიანებისთვის ვართ, მაგრამ აქცია სამომეტე ჩვენ მედიცინა ახასიათებს. ჩვენ აიმეთ უნდა თუ ჩვენ უნდა გავფილტროთ ეს პროფესიონალი დილეტანტიზმი უნდა მოსმოთ. ჩვენ შეესადეთ ჩვენი ჩარისხვა, მაგრამ დღეს ვინსაც ჩარისხილია ეს ფაქტია, ხო? იმანის თქვა, იმანის მე არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, ვინ რა გავაკეთე. მე პასუხს ვაკეთებ, მე რა თქვი, მე რა გავაკეთე. მე ამაზე ვაკეთებ. პასუხს მე ბედნიერ რომ ბიგ ბენჩი მე რომ მივედი იქ დახტა ჩემი თბილისი. იქ დახტა ყველანაირი აზროვნების, ყველანაირი პოლიტიკური რაღაც გემოვნების მაგრამ ისეთი რამ დავთვალ მე რომ ეს რჩება შენობამდე როგორც კი ჩვენ შევდივართ ჩვენ ტერიტორიაზე იქ ეს არ არსებობს და არის ჩვეულებრივი ურთიერთობა მე ამას უსურვებ ყველა თქვენთანაც იმესადინეთ იშრომეთ დრო არ დაკარგოთ და თქვენი სახელი თუ მთავრდება ძეზე შვილზე იაზე ამითი ამაყეთ რა გენაცვალი რომ ურმესი მადლობა ჩვენ დიდი მადლობა ჩემო დათო შენ ჩვენს თავს საოცარ ამბიჭებს ჩვენ ოპერატორებს არის პროდიუსერს ყველას ყოველთვის მზად ვარ და ჩვენ იმდენი გვაქვს სალაპარაკო რომ მე დიდი ეჭვმა ხო ჩვენ კიდე 50 წუთი მაგას არ ყოფნის და ნამდვილად არ ყოფნის და ურმესი მადლობა რომ წყლიზალა ხო წყლიზალა მოხდეს ღმერთმა ჩემო კარგო ადამიანო და კიდევ ეს თამდაბლობაც დიდი ეს ამბავი ყველას არ ახასიათებს ხო უნიღბობა და თამდაბლობა რა ქედმაღლობა არა ბატონებო და ქალბატონებო ეს იყო თავისუფალი სივრცე 98 და 5 მოხეტიალი ბოშა მუსიკოსით ხო მოხეტიალი ბოშა მუსიკოსით ნიჭიერით განათლებული ინტელექტუალით კეთილით და მშვიდით და წყნარი ადამიანით რომელსაც უყარხართ ყველა აბსოლუტურად ყველა განურჩევლად რა ვიცი როგორი ადამიანებისა და პიროვნებისა მოდი ვიყავით ბედნიერად ჯამთელად ვიყურეთ ჩვენ ეს იყო ჯაპანას პაპანაკება მარად თქვენი მონამორჩილი ჯაპანა და ჩემი უსაყვარლესი ადამიანი რომა გემშვიდობებით მომავალ ხუჭებათამდე შეობათონდა დიდი მადლობა რომა გენაცვალე ბატონი იყო გენაცვალე ჩემო დათო